მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ექსპრომტად შემოგთავაზებთ ძალიან მოკლე ვიდეო, 3 წუთში უნდა ჩავიდეთ. ეხლა ვიმყოფებით სოფელ თორში, აი წინ გაიგებთ ხარ. სოფელი თორი და მივდივართ სამაშველო გასვლაზე. არ ვარ მომზადებული სამაშველო გასვლისთვის. ვართ საზაფხულო იმაზე, მომზადებაზე, ანუ ATM-ზე ვარ გადასული 31-იანებზე, მაგრამ ჩვენი მეგობარი გიორგი, რომელიც დადის ხოლმე ჩვენთან ერთად გასვლებზე, გაიჭედა თორიდან კახეთის ტბისკენ მიმავალ გზაზე და ერავინ ვერ მივიდა საშველად და მოკლედ ჩვენ გვიწევს საშველად დასვლა და აღარ არის გადასახვევიო. აი მაშინაც აქ ჩამოვედით ნამდვილად. ეხლა თან ჩავრთავ აქ ყველაფერს, მე რო არ დაიწყოთ რაღაცა იმა რომ როგორ და რაიმეთო ესეთ გზაზე ყველაფერი უნდა ჩართოთ რომ მე გვიანი არ იყოს. ვრთავთ ცენტრალური ხიდის ბლოკირებას რაც გვაქვს და დამადაბლებელ გადაცემას. და მივდივართ იმ იმედით რომ გიორგიმ და მივალთ. გასასვლელი გვაქვს 2.8 კილომეტრი. და არ ვიცი, დანარჩენი გამოჩნდება გზაში. წავედით. იმედია წარმატებით მივალთ და მოვალთ ან ანუ. წავედით. ფარები და ყველაფერი მოედო ყველაფერს. და ადგილზე არის მარტო წამოსული. რატო? ო, ჩვენი რას ვიძახით ხოლმე კიდე ანანო რომ მარტო ესეთ ადგილებში ნუ ივლით რა. რა თქმა უნდა, ყოველთვის ჯობია რომ იყოს 2 მანქანით რომ გაიჭედებით, მერე უკან გამოგწიოთ ვიღაცა. მაგრამ არა უშავს არ ვიზარდ. ხანდახან ეხაც ხდება. აი ესე გვიმყოფებით ეს ადგილას. აქ უკვე იმდენი ნასიარულებია რომ არ ვიცი ფეხით არის სანახავი რომელი კვალიდან არის გასული რა, იმიტომ რომ რავი, ყველგან კვალი მიდის და აქეთ მე მგონი არა, ალბათ სავარაუდოდ უფრო თუ ესეა შესული. მაგრამ ესე როგორ გავიდოდა აქ? გამორიცხული ამბავია, აქ არა. ამა წავალ ახლა იქით ვნახავ. მოვედექით ერთ-ერთ რთულ ადგილს, სადაც ახლა უკვე მეორე ზდით ვაპირებთ გავლას თუ გავედით. აქ ჩაუჯექი მე იმას, თორნიკეს ამ გუბეს ვიღებდი მაშინ. გამსმარი ყოფილა. ეს იყო ის ნუნცასთან ერთად უნდა ვდიოდით ეს ადგილები ყოფილი. დაგვჭა 500 მეტრი. აქ მინდა გადასვლა. აი აქ რაღაცა კუნძივით არის და რა აგვაყირავა. თან იქით შესავარდი ვარ.